ქართული ოცნება ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ მაღალ ფასებს ებრძვის. ეს ბრძოლა რომ ტყუილია, დღეს კახა ბექაურის მაგალითზე მოგიყვებით, რომელიც სუპერმარკეტების ქსელის ორი ნაბიჯის მფლობელია. გარდა ამისა, კახა ბექაური ქართული ოცნების მიერ დანიშნული საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეა. მას სახელმწიფო თვეში ხელფასად 15,700 ლარს უხდის. მეორეს მხრივ კი ის მილიონებს შოულობს ორი ნაბიჯის მოგებიდან. საინტერესო ისაა, რომ კახა ბექაური მილიონერი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 2018 წლამდე ორი ნაბიჯი მოგებას არ წერდა. 2018 წლიდან დღემდე კი კახა ბექაურს მოგების სახით 66 მილიონი ლარი აქვს მიღებული. ამ დროს თქვენ შეიძლება იკითხოთ, რომ როგორ შეიძლება სახელმწიფო მოხელეს ამხელა ბიზნესი და მოგება კონდეს. თუმცა კახა ბექაური 2019 წელს აუდიტის სამსახურმა შეამოწმა და თქვა, რომ რადგან ის მედია მუშაობას კურირებს და არა მაღალ ფასებს, მას უფლება აქვს, რომ ფლობდეს სუპერმარკეტს. დღეს კი კახა ბექაურის ოჯახის ანგარიშებზე 5 მილიონი ლარია და 9 ბინა. ხო და ეხლა მე მაინტერესებს, რამდენი დრო დაჭირდება სუს ამის დასადგენად. ხო და ამაშია საქმე.